საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან ღლონტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მსახიობი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. საქართველოს დამსახურებული არტისტი ლევან ღლონტი ბათუმის დრამატულ თეატრში 70-იანი წლებიდან მოღვაწეობდა. იგი მიმდინარე წლის თებერვალში გარდაიცვალა. დღეს შეკრებილ საზოგადოებას რამაზ სურმანიძის წიგნები გრიგოლ ვოლსკი და ივანე მესხი გადაეცათ საჩუქრად. საღამო ბიბლიოთეკაში პროექტ ბათუმი და ბათუმელების ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკაში გიზო ჩიგოგიძის ფოტო გამოფენაც მოეწყო. ფოტოგრაფმა სხვადასხვა ჟანრის 44 ნამუშევარი წარმოადგინა. საღამოს მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტში გასულ წლებში სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებები ჩატარდა. წელს 2014 წელს გაიმართა საქართველოს დამსახურებული არტისტის ლევან ღლონტის ხსოვნის საღამო, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ამ წლის დასაწყისში გამოაქვთ ჩვენს ქვეყანას. ლევანის მოღვაწეობა მრავალმხრივია, სხვათა შორის. ბათუმის თეატრში იყო შესანიშნავი მსახიობი ჯერ უბრალეს როლის აქედან დავიწყოთ. მერე იყო გამორჩეული დირექტორი ბათუმის თეატრის. რაც გამოფენილი არის, ეს წარმოდგენილი სურათები დაბეჭდილი მაქვს დიდი ხანია, 2 წლის უკან დაბეჭდა და მიწვია სახში. როდესაც ქალაქში არის ღონისძიება ტარდება და მიკავშირდებიან ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მაგ გამზადებული რომ მიმოხდება სურათი. კი, გასაგებია შეიძლება მოსაბეზრებელია ერთი და იგივე ცხოვრება, მაგრამ ადამიანის სხვადასხვა ადამიანებს ზოგს არ უნდა ახლა ნახულობენ ზოგს კი ორიგინალს აინტერესებს ნახვა და